მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ეს არის ჩემი გვერდი. ნადი კონსულტაცია არის პასუხი, მოდი ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული. დიდი ხანია მე მგონი ხო არ გვინახავს. როგორ ენერგიებში რას გრძნობს, რას ფიქრობს და ასე შემდეგ. ისევ დაიწყო დაღლით, ეს ხო აღარ დაისვენა რა ადამიანო. არ არის გამორიცხული ზუსტად ესეთ პოზიციაზე იყოს, ვეღარ დავისვენე, ხო? რაგი, მონახე რას გრძნობს. აუცილებლად ამ ადამიანთან კომუნიკაცია, თუ კი არ არის კომუნიკაციაზე და თქვენ შორის რაღაც ეს კონფლიქტი ან დისტანცია არის, აუცილებლად გამოვა ჯერ ერთი კონტაქტი ეს ადამიანი, ან რაღაცა პრობლემის გამო ცოტა დისტანცირებული არის თქვენთან, ხო? კონტაქტი აუცილებლად გამოვა. ყოველ შემთხვევაში ძალიან ესე რომ ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ აქ აშკარად სხვაობა არის ჯერ თქვენ შორის, მოდი ასე ვთქვათ, ეს ასაკი, ან კულტურა, ან რაღაც საზოგადოებრივი მდგომარეობა, მაგრამ ძალიან თანაც კულტურას, ტრადიციას, რაღაცებს, ასე რომ ვთქვათ, პატივს ცემს და ითვალისწინებს. თქვენთან მიმართებაში აშკარად გულწრფელი არის პიროვნება. და უნდა რომ რაღაცები ესე რომ ვთქვათ შეცვალოს, მაგრამ უკეთესობისკენ თუ თითქოს ბედის თემას განიხილავს აქ ადამიანი. რაღაც იდეაში აქვს ის, რომ დავოჯახდე, ან რაღაც აქამდე მაინც მივიდეს ურთიერთობა, ხო? მე არ ვამბობ კაცო, მანდა მაინც ხელის მოწერას ახლა სულ იცით რა არის? მახსენდება მე ესეთ რამეს რომ ვიტყვი ერთხელ გოგოს მოვიდა ესე და კითხვა არ დაუსვია და ესე დაოჯახება და იმხელა შემომიყვირა. არის ეს დაოჯახებაო, მაინც და მაინცო, კაცო, სულ არ მაინტერესებს ეს ბეჭედი მეო. დედა გავჩერ მომთხარი. მე რა ვიცი კაცო, შენ რა გაინტერესებს? მაშინ დამისვი კითხვა. მე მევთხარი ხლა აქ პიროვნება გაინტერესებს, გრძნობებია რაღაცა. ჩემით დავსვი ეს კითხვა, თუ მეუბნები შენ გაშალე, მაშინ მე რაც მომდის აზრად და რა ვიცი, ახლა ნორმალურ ადამიანს დაოჯახება უნდა უნდოდეს ახლა. მოდი ასე გეტყვით. მაშინ. ხო და ამან იმისანა შემომიჯღავლა იქედან, ამის სტოიკაზე დამაყენა და ეხლა რომ ვამბობ, რომ აქ რაღაც დაოჯახების თემას, იქნებ კიდე აგრესია გჭირთ, ირევით, მაგრამ კაცო, მანდა მაინც დაოჯახება, ხელი მოაწერო, იმას კი არა, რომ რაღაცა თანაცხოვრება ერთად, ერთჯერ ქვეშ ცხოვრებაც ესეც, რა ვიცი, ოჯახის წევრობა არის თითქმის იგივე, ხო? ამაშალა ახლა ის ნერვები. აი ეს პოზიცია აქვს ამ ადამიანს არჩეული აქ. ხელა მეკივლა ქალმა. არ გინდა და ნოგინდა. ვითომ ახლა ჩოხის კალთას ახევს ვინმე. ცოლად მოგიყვანოს, მადლობა უთხარით. სახის კარები გაგიღოთ კაცო. ზოგიერთებმა, რა თქმა უნდა. რაც შეეხება აქ ეს ადამიანი, აი ესე რაღაც თანაცხოვრებას გავაგრძელოთ. მაშვება რა ქვია. მე ახლა არ ვფიქრობ, რომ იმ ადამიანს პასუხი არ გავეცი, პასუხი გავეცი იმ წუთში, მაგრამ ახლა რომ გამახსენდა გაშლაში, რაღაც ისეთნაირად, აი თქვენი მოქმედება მე მწრკუნავს თვითონ, ვეღარ გავიგე როგორ დაგელაპარაკოთ კაცო. ამაშინ უნდა დასვა კითხვა, რა გინდა? ვეყოლები სახმარად ესე ხანდახან გამომივლის მიხმარს და გეტყვით, ხო? კი, გამოგივლის გიხმარს, არი ნერვიულო. მეტი რა ვქნა ახლა, რანაირად აგიხსნათ. რაც შეეხება აქ
ამ ადამიანს გრძნობა აქვს ჩემოკარგებო და ეს მაინც მე ვფიქრობ, რომ სერიოზულად ფიქრობს. უბრალოდ რატო ხარ მოწყენილი? ხო, მოწყენილი იმის გამო, რომ თქვენთან ამ წუთში არ არის ეთყობა ეს კომუნიკაცია და ეს ნერვებსაც უშლის ამ ადამიანს. იმიტომ რომ რაღაც ხასიათი ეცვლება ამ დროს, რაღაცა ეს როგორ აიცი, რომ დაფიქრდება რაღაცა თავისთვის რომ გააკრაჭუნებს კბილებს, ესეთი მდგომარეობა აქვს აქ. შემდეგ როგორ იქნება სხვათა შორის ადამიანი როგორ არის იცით ძალიან ეს შეიძლება არც სამჟღავნებს ან მანდამაინც არ ჩანს ხო არის ადამიანები ძალიან თავდაბალი სტილის ხო ნახეთ სხვანაირად ჩანს დაუშვათ ან ისე ძალიან უბრალოდ რაღაცა და მე თურმე დავუშვათ არც ქონება აკლია, არც ცხოვრება აკლია, არც სტატუსი აკლია, არც კაი რაღაცა ხო ხდები და სიტუაციები მდგომარეობა ზოგადად აი ესეთ ვარიანტში მიფიქსირდება ეს ადამიანი მე. და ამას მე აღმოაჩენთ თქვენ სხვათა შორის აქ. იცით რა არის ეს გრძნობა თუ შეიძლება კიდევ უფრო დავუშვათ განვითარდეს მეტი თუ ხელს არ შეუშლით თქვენი ხასიათიდან გამომდინარე და ეხლა ძალით არ გააფუჭებთ ამ საქმეს, მე ასე ვიტყოდი, რომ ადამიანს სერიოზულადაც აქვს უკვე თქვენთან, ესე იგი, მომწონს გრძნობა არ კი აქვს. ზოგთან მოწონება, ზოგთან მოდი ესე სიყვარული, ესე გავანაწილოთ, ხო? მაინც პირადი გაშლა ეს არ არის და მაგიტომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი აი ზუსტად მაგას განიხილავს, რომ მე დაფიქრებული არის ყოველ შემთხვევაში აქ სერიოზულად რაღაც წავიდეს თქვენი ურთიერთობა, ხო? ან დაოჯახება, ან თუნდაც ერთჯერ ქვეში იყოთ, ან ხანგრძლივი სტაბილურ ურთიერთობაში რომ იყოთ. ყოველ შემთხვევაში აქ უბრალოდ არის ერთი მომენტი ამ ადამიანმა შეიძლება შეიცვალოს იმ შემთხვევაში თუ თქვენ აქ ესე რომ ვთქვათ ძალიან სიცივეს და ძალიან ესე რომ ვთქვათ მკაცრ ხასიათს გამოავლენთ მის მიმართ. ამ შემთხვევაში ექნება როგორი რაღაც იცით თავშეკავება, უკან დახევის თემა, თორე ამ ადამიანს ესე რომ ვთქვათ უკან დახევა ნამდვილად არ სურს. კარგი ნახოთ ახლა არ მოიქცევა ეს ქალბატონი ესე კაცრად, მაშინ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. ძალიან დიდ პატივის ნახეთ ცემა, რაღაცა ძალიან დიდი ხო, აქ თქვენზე ესე დამოკიდებული როგორ წაიყვანთ ამ ურთიერთობას ჩემოკარგებო, ძალიან დიდი პატივისცემა აქვს თქვენს მიმართ. აი ადამიანი რო რაღაცნაირად როგორ არის, იცით, გეთაყვანება თითქოს ისეთნაირად მიფიქსირდება. ძალიან სუფთად და როგორ არის, იცით, რაღაც აი წრფელიც არა, ბავშვური თუ რაღაც აი ძალიან სუფთა აქ არ არის ის რომ ანდა მაინც არ იქა ლოგინზე კონდეს აქცენტი ამ ადამიანს არა აქ არის სუფთა ურთიერთობა აქ არის პირდაპირ ანუ მე ყველაფერი თავის დროზე მოვა ეს თემა ხო ამიტომ მე ვფიქრობ რომ რაღაცა ისეთი ტიპაჟი არის აქ არ არის გამორიცხული ერთადაც შეიძლება გითხრათ რომ მოდის რაღაცა წავიდეთ კი გზის გადაადგილებაც არის მაგრამ თქვენთან აუცილებლად აი როგორ არის იცით თითქოს იმხელა თაყვანს თუ პატივს გცემ ძალიან კარგი ენერგეტიკა მოდის აი როგორ იცით გულში რომ ჩაგიკრავს ადამიანი და თითქოს მართლა ხელის გულზე ატარებსო რა, ну, მისი ახლა რა თქმა უნდა პირობებიდან გამომდინარე, ხო? ზუსტად ასეთნაირად იქცევა. უბრალოდ აქ თქვენს ხასიათია დამოკიდებული. ახლა ამას როგორ წარმართავთ ამ ურთიერთობას, ვისთვისაც არის ეს გაშლა. ხო, თუ არ შეაშინებთ და ახლა და მამის კვლელ სახეს არ მიიღებთ, აქ აშკარად არის შანსი იმის, რომ ადამიანი, ესე რომ ვთქვათ, მოვიდეს და ეს სტაბილურ ურთიერთობაში დარჩეს თქვენთან. თქვენზე არის დამოკიდებული, მე ასე ვიტყოდი აქ უკვე ეს ურთიერთობა.
ეტყობა სიგნალს თუ მისცემთ სიგნალზე არის დუბიბინეთ გადაადგილება წინსვლა ხო მაგრამ თქვენ ისეთი მაინც ხასიათი გისწრებთ ხანდახან აქ მე ასეთ რჩევას გეტყოდით ამ ქალბატონებს ეს მამის მკვლელი სახელო სტალინის ხასიათი ცოტა იმუშავეთ საკუთარ თამზე ხო ყველას არ უნდა ასდიოთ ტუკით იმიტომ რომ აქ ადამიანს პირდაპირ ბავშვები ოჯახი და ესეთ ურთიერთობაზე ფიქრობ ძალიან თბილია აი როგორ არის იცი ენერგია მოდის შეგავსებს გაგათფობს რაღაც სიყვარული იგრძნობა აქ ეხლა ზოგიერთი შეიძლება ესე რაღაცა იცით რა არის თვითონ სიყვარული არ არის ცუდი ენერგია ნამდვილად მაგრამ ჩვენ ადამიანები ვაფუჭებთ ამ ყველაფერს ზოგი ეჭვიანობით ზოგი ნახეთ დაუმუშავებელი საკუთარი საქციელებით ზოგი დავუშვათ წარსულში რან ბავშვობიდან მიღებული ტრამვებით რომელიც არ აქვს ჯერ გაცნობიერებული და მოშუშებული და გადალახული და ეს ყველაფერი ირევა ერთმანეთში და მე ესე ვთქვათ აბრალებენ ყველაფერს სიყვარულს არა და სიყვარული არის მთელი მამოძრავებელი მე ასე ვიტყოდი დედამიწის და ენერგია მთელი სამყაროსი ხო ამიტომ აქ ნამდვილად არის ეს გრძნობა რამაც შეიძლება ძალიან ესე რომ ვთქვათ გაგათფოთ დაგატკბოთ და ეს აი როგორ ენერგიებშიც მშვიდ გარემოში მოგიწევთ თქვენ ამ ადამიანთან ცხოვრება აი ასე არის მშვიდი სიმშვიდე მოაქვს ამ ადამიანს თქვენს ცხოვრებაში ამიტომ მე ვფიქრობ რომ ვისთვისაც არის ცოტა ეს ხასიათი გამოიკეთეთ გამოასწორეთ დაუფიქრდით ხო იმიტომ რომ ხანდახან კარგია სიმკაცრე და ესა რა ქვია დაპანღურება და ესა ალიყური მაგრამ ხანდახან აფუჭებს საქმეს ამ შემთხვევაში ეს ადამიანი უბრალოდ უკანი იხევს ნახეთ უკან დახევის მომენტი თავშეკავების მომენტი აქვს და ეს ნიშნავს რომ აი ძალით რომ გააფუჭოთ ურთიერთობა ასეთ პოზიციაზე აქ იმდენი კარგი არკანი ამოვიდა ეხლა როგორ შემიძლია მე გითხრათ თქვენ რომ დავუშვათ ერთად არ იქნებით და ამ ადამიანს თქვენს გვერდით არ უნდა ყოფნა როგორ შეიძლება ის რო ვთქვა პირიქით აქ დიდი შანსი არის რომ დაოჯახებამდეც მივიდეს იმიტომ რომ ამას განეხილავს ხო რა თქმა უნდა ისევ გავაკეთებ ხასიათზე აქცენტს თუ კი თქვენ ცოტა მეტი ლმობიერი ცოტა მეტი დაფიქრებული ცოტა მეტი თბილი იქნებით ამ შემთხვევაში დაუკვირდით თქვენს თავს რა შემთხვევაში ხართ მკაცრი ხართ სიტყვები გაქვთ დაუშვათ შეიძლება გამოსასწორებელი ბევრ თქვენთაგანს ხო ხანდახან ეს სახეში მითხლიშინება რაღაცა იმის სიმართლეა თუ არ არის ხანდახან საჭირო ხო რაღაცა ხდება ამიტომ თქვენ თვითონ დაუკვირდით თქვენს თავს აბა რა დროს ხართ ეს სიმკაცრე თუ ეს რაღაც ესეთ ხასიათი რა დროს გჭირთ გემართებათ და აი შეეცადეთ რომ ეს აღარ მოხდეს ხო ახლა ამ ადამიანთან არც მე ახლა დავჭდე და